ჩვენ თვალი მივადევნეთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი აღზევების ისტორიას. ნახეთ, თუ როგორ აქცია კუნძულ კორსიკაზე დაბადებულმა ბიჭმა საფრანგეთის რევოლუციის სისხლიანი ქაოსი საკუთარ ტრიუმფად. ტულონის სანგრებიდან და არკოლეს ცეცხლოვანი ხიდიდან ეგვიპტის პირამიდებამდე. მისი სამხედრო ნიჭი უძლეველ ძალად იქცა. დაამხო მთავრობა. იხსნა საფრანგეთი კოლაფსისგან და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მსოფლიოს დასანახად დაამსხვრია მრავალსაუკუნოვანი წესრიგი. რომის პაპს საიმპერატორო გვირგვინი ხელიდან გამოსტაცა და საკუთარი ხელით დაიდგა თავზე. ის აღარ არის უბრალო გენერალი. ნაპოლეონი ახლა საფრანგეთის იმპერატორია. თუმცა ევროპის ძველი მონარქები ამას არასოდეს შეეგუებიან. მეფეების კონტინენტზე ახალი, უცხო იმპერატორის გამოჩენა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. მშვიდობის ილუზია დასრულდა. კაცობრიობა შედის წარმოუდგენელი ომების ეპოქაში, რომლის მსგავსის ისტორიას ჯერ არ უნახავს. სანამ დავიწყებდეთ, გთხოვთ, დააწვეთ მოწონების ღილაკს და გამოიწეროთ არხი. თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რათა გაგრძელდეს ასეთი ვიდეოების შექმნა. ევროპის ძველი სამეფო დინასტიები შოკირებულები იყვნენ. მათთვის ნაპოლეონი არა მხოლოდ ტახტის უზურპატორი, არამედ ძველი მსოფლიო წესრიგის დამანგრეველი იყო. მისმა იმპერატორად კურთხევამ საბოლოოდ გააერთიანა ინგლისი, ავსტრია და რუსეთი. შეიქმნა მესამე, უძლიერესი კოალიცია საფრანგეთის წინააღმდეგ. ამ კავშირში თითოეულ იმპერიას ნაპოლეონის გასანადგურებლად თავისი კონკრეტული მოტივი ამოძრავებდა. ბრიტანეთისთვის ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფიზიკური და ეკონომიკური გადარჩენის საკითხი იყო. ნაპოლეონს ლა-მანშის სრუტის გასწვრივ უზარმაზარი არმია ჰყავდა დაბანაკებული და პირდაპირ კუნძულზე შეჭრას გეგმავდა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა კი ბრიტანეთის სავაჭრო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ინგლისმა გახსნა თავისი უძირო ხაზინა და კოალიციის მთავარი დამფინანსებელი გახდა. ავსტრია შურისძიებით იწოდა და საკუთარი იმპერიის გადარჩენას ცდილობდა. ნაპოლეონმა ისინი წარსულში უკვე ორჯერ დაამარცხა. წაართვა უზარმაზარი ტერიტორიები და გერმანულ სახელმწიფოებზე გავლენა დააკარგინა. ხოლო როდესაც მან თავზე იტალიის მეფის გვირგვინიც დაიდგა, ავსტრიის იმპერიისთვის ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, რადგან მათ იტალიიდან სრული განდევნა ემუქრებოდათ. რაც შეეხება რუსეთს, აქ საქმე როგორც პირად, ისე სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა. ერთი მხრივ, ახალგაზრდა იმპერატორი ალექსანდრე I ნაპოლეონს პირად მტრად და ანტიქრისტად აღიქვამდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა ევროპული კანონების სრული უგულებელყოფით სამეფო სისხლის წარმომადგენელი, ენგიენის ჰერცოგი დახვრიტა. მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიისთვის კრიტიკულად მიუღებელი იყო საფრანგეთის ასეთი ჰეგემონია. ნაპოლეონის ექსპანსია ევროპაში პირდაპირ უქმნიდა საფრთხეს რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს. უჭრიდა სავაჭრო გზებს და მათ გავლენას ამცირებდა. თავად ალექსანდრეს კი სურდა ევროპის მთავარი არბიტრისა და მხსნელის მანტია მოერგო. კოალიცია გეგმავდა, რომ საფრანგეთს ყველა მხრიდან ერთდროულად დასხმოდა თავს. თუმცა ნაპოლეონი მათ შემოსვლას არ დაელოდა. ბულონის ბანაკში მან ინგლისზე შესატევად გამზადებული ჯარი შემოაბრუნა და შეკრიბა ეგრეთ წოდებული დიდი არმია. ეს იყო იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დისციპლინირებული, მოტივირებული და გამოცდილი სამხედრო მანქანა. მან არმია წარმოუდგენელი სისწრაფით დაძრა აღმოსავლეთისკენ. ჯარისკაცები დღეში ათეულობით კილომეტრს გადიოდნენ. ავსტრიელი გენერალი მაკი ქალაქ ულმში იყო გამაგრებული და რუსეთის არმიის დახმარებას ელოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ფრანგები პირდაპირ ფრონტალურ შეტევაზე გადავიდოდნენ. მაგრამ ნაპოლეონმა სტრატეგიული გეოგრაფიის შედევრი დადგა. ფრანგულმა კორპუსებმა ფართო რკალით, სრულიად შეუმჩნევლად შემოუარეს ულმს. კავალერია მოწინააღმდეგეს ყურადღებას უფანტავდა. სანამ ქვეითები ავსტრიელებს ზურგში ექცეოდნენ და მომარაგების ხაზებს უჭრიდნენ. როდესაც გენერალი მაკი მიხვდა რა ხდებოდა, უკვე გვიანი იყო. ის სრულ ალყაში აღმოჩნდა, უკან დასახევი გზისა და რუსების დახმარების იმედის გარეშე. 1805 წლის ოქტომბერში მაკი ფაქტობრივად უბრძოლველად დანებდა. 50,000 ავსტრიელი ტყვედ ჩავარდა. ნაპოლეონმა თავის არმიას მიმართა. ჯარისკაცებო, მე მტრის არმია მხოლოდ თქვენი ფეხების დახმარებით გავანადგურე. სამხედრო სტრატეგიის წესები სამუდამოდ შეიცვალა. თუმცა, ნაპოლეონის ეს კოლოსალური ტრიუმფი ევროპის კონტინენტზე მხოლოდ მედლის ერთი მხარე იყო. ზუსტად იმ დღეებში, როდესაც ბონაპარტი ხმელეთზე ავსტრიის არმიას ანადგურებდა, ოკეანეში სრულიად საპირისპირო და საფრანგეთისთვის კატასტროფული მოვლენა ვითარდებოდა. ულმის კაპიტულაციიდან სულ რაღაც ერთ დღეში, 1805 წლის 21 ოქტომბერს, ესპანეთის სანაპიროსთან, ტრაფალგარის კონცხთან,
ბრიტანეთის სამეფო ფლოტი ადმირალ ჰორაციო ნელსონის სარდლობით საფრანგეთისა და ესპანეთის გაერთიანებულ არმადას დაუპირისპირდა. ბრიტანელებმა მტრის ფლოტი ფაქტობრივად გაანადგურეს. მართალია, თავად ლეგენდარული ადმირალი ნელსონი ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ მისმა გამარჯვებამ მსოფლიო გეოპოლიტიკას ამუდამოდ შეცვალა. ტრაფალგარის ბრძოლამ საბოლოოდ დაასამარა ნაპოლეონის მთავარი ოცნება. ბრიტანეთის კუნძულზე შეჭრა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. ამიერიდან ევროპა ორ ნაწილად გაიყო. ბონაპარტი იქცა ხმელეთის უპირობო მბრძანებლად, ხოლო ინგლისი ზღვების აბსოლუტურ ჰეგემონად. თუმცა იმპერატორს ამ მარცხზე საგლოვად დრო არ ჰქონდა. ულმის დაცემის მიუხედავად ომი არ დასრულებულა. მისი მზერა ახლა უკვე აღმოსავლეთისკენ, რუსეთისა და ავსტრიის მთავარი გაერთიანებული არმიისკენ იყო მიმართული. ულმის კატასტროფის მიუხედავად, რუსეთისა და ავსტრიის გაერთიანებული მთავარი ძალები მაინც უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენდა. ორი არმია ერთმანეთს 1805 წლის 2 დეკემბერს, ნაპოლეონის კორონაციის წლის თავზე, სოფელ აუსტერლიცთან შეხვდა. ნაპოლეონმა ბრწყინვალე ფსიქოლოგიური ხაფანგი დააგო. მამტერს აჩვენა, თითქოს მისი მარჯვენა ფლანგი დასუსტებული იყო. შეგნებულად დათმო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრაცენის მაღლობები და უკან დაიხია. მოკავშირე იმპერატორები, ალექსანდრე I და ფრანც მეორე, მახეში გაებნენ. მათ გადაწყვიტეს მთელი ძალით დაერტყათ ფრანგების სუსტი მარჯვენა ფლანგისთვის. ამის გასაკეთებლად მათ თავიანთი ცენტრი, პრაცენის მაღლობები გააშიშვლეს. დილით ველზე სქელი ნისლი იდგა. ფრანგული ჯარები უჩუმრად ელოდნენ ბრძანებას. როცა ნისლმა გაფანტვა დაიწყო და ცაზე ისტორიულმა აუსტერლიცის მზემ გამოანათა, ნაპოლეონმა ცენტრში დამალულ კორპუსებს შეტევა უბრძანა. ფრანგებმა ცარიელ მაღლობებზე სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს. რუსულ-ავსტრიული არმია ორად გაიხლიჩა და სრულ ქაოსში ჩავარდა. პანიკაში ჩავარდნილი მოკავშირეები გაყინულ ტბაზე იხევდნენ უკან. ნაპოლეონმა არტილერიას პირდაპირ ყინულზე სროლა უბრძანა. ყინული ჩაიმსხვრა და ასობით ჯარისკაცი და ცხენი ყინულოვან წყალში ჩაიძირა. მოგვიანებით ნაპოლეონის პროპაგანდამ ეს რიცხვი გააბუქა და ათასობით აღჭობილზე საუბრობდა, რათა ტრიუმფი კიდევ უფრო ეპიკური გამოჩენილიყო. თუმცა, მიუხედავად რეალური მსხვერპლის რაოდენობისა, ეს იყო აბსოლუტური და გამანადგურებელი გამარჯვება. მესამე კოალიციამ არსებობა შეწყვიტა. ბრძოლის შემდეგ იმპერატორმა ჯარს ამაყად მიმართა. თქვენ საკმარისია თქვათ, მე ვიბრძოდი აუსტერლიცთან და ყველა გიპასუხებთ. აი ნამდვილი გმირი. ნაპოლეონი ევროპის უდავო მბრძანებელი გახდა. აუსტერლიცის ტრიუმფის შემდეგ ნაპოლეონმა ევროპის რუკა თავიდან შეადგინა. მან გააუქმა 1000-წლოვანი საღვთო რომის იმპერია და შექმნა რაინის კავშირი, რითაც გერმანული სახელმწიფოები თავის კონტროლქვეშ მოაქცია. ამან ძველი, ამაყი პრუსია პირდაპირ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა. ფრანგული ჯარები უკვე მათ საზღვრებთან იდგნენ. ვითარება საბოლოოდ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბერლინში შეიტყვეს, რომ ნაპოლეონი ინგლისთან საიდუმლო მოლაპარაკებებისას ჰანოვერის ტერიტორიის ინგლისისთვის დაბრუნებას აპირებდა. ტერიტორიის, რომელიც მანამდე თავადვე აჩუქა პრუსიას. ამ უკიდურესმა დიპლომატიურმა შეურაცხყოფამ პრუსიის ელიტა წყობიდან გამოიყვანა. ბერლინში ომისთვის მზადება დაიწყო. ახალგაზრდა, ამაყი ოფიცრები საფრანგეთის საელჩოს კიბეებზე დემონსტრაციულად ლესავდნენ ხმლებს. 1806 წელს პრუსიის არმია, რომელსაც ზურგს დედოფალი ლუიზას მილიტარისტული ფრთა უმაგრებდა და რომელიც ფრიდრიხ დიდის დროიდან დაუმარცხებლად ითვლებოდა, ფრანგების შესაჩერებლად დაიძრა. ოქტომბერში, იენასა და აუშტეტის ბრძოლებში, ნაპოლეონმა და მარშალმა დაუმ პრუსიის სამხედრო მანქანა ერთ დღეში გაანადგურეს. იმპერატორი ბერლინში ტრიუმფატორის ამპლუაში შევიდა. მაგრამ რუსეთის არმია ბრძოლას განაგრძობდა. 1807 წლის თებერვალში, აღმოსავლეთ პრუსიაში, სოფელ აილაუსთან ფრანგები და რუსები ერთმანეთს მკაცრ ზამთარში შეეჯახნენ. ეს იყო ნაპოლეონის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული დღე. ძვინვარებდა საშინელი ქარბუქი. თოვლში ხილვადობა ნულს უტოლდებოდა. ფრანგულმა კორპუსებმა გზა გადაკეტეს. მარშალ ოჟეროს ჯარისკაცები პირდაპირ რუსული ქვემეხების პირისპირ აღმოჩნდნენ და სასტიკად ამოიხოცნენ. თვით ნაპოლეონის სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. მისი სამეთაურო პუნქტი რუსების სამიზნე გახდა. სიტუაცია მარშალ მიურატის გრანდიოზულმა 10,000 კაციანმა საკავალერიო შეტევამ გადაარჩინა, რომელმაც რუსების ხაზი გაარღვია. აილაუს ბრძოლას გამარჯვებული არ ჰყოლია. თოვლიანი ველი 40,000 დასახიჭრებული გვამით იყო დაფარული. სისხლიან თოვლზე მოსიარულე ნაპოლეონმა მძიმე დამოისუნთქა. ეს რა ხოცვა ჟლეტაა და ყოველივე ეს ყოველგვარი შედეგის გარეშე. აილაუს კოშმარის შემდეგ ნაპოლეონს გადამწყვეტი გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.
1807 წლის ივნისში ფრიდლანდთან მან რუსეთის არმია ხაფანგში მოიმწყდია. რუსებს ზურგს უკამდინარე ალე ჰქონდათ. ფრანგულმა არტილერიამ ხიდები დაანგრია. რუსული არმიის დიდი ნაწილი მდინარეში დაიხჭუანტყვეთ ჩავარდა. ტრიუმფის სრული და უპირობო იყო. დამარცხებული იმპერატორი ალექსანდრე I იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. ისტორიული შეხვედრა შუა მდინარე ნემანზე სპეციალურად აგებულ ტივზე გაიმართა. ორი იმპერატორი ერთმანეთს თბილად გადაეხვია. ილზივის ზავით მათ ევროპა ფაქტობრივად შუაზე გაიყვეს. რუსეთი საფრანგეთის მოკავშირე გახდა. ნაპოლეონი ამ დროისთვის თავისი პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების აბსოლუტურ ზენიტში იმყოფებოდა. კონტინენტზე ნაპოლეონს ბადალი არ ჰყავდა, თუმცა ზღვაზე კვლავ ინგლისი მეფობდა. იმპერატორმა გადაწყვიტა ბრიტანეთი ეკონომიკურად შეევიწროებინა და ევროპაში კონტინენტური ბლოკადა გამოაცხადა. ევროპის არცერთ პორტს არ ჰქონდა უფლება ინგლისური ხომალდი ან საქონელი მიეღო. ეს იყო გლობალური ეკონომიკური ომი. თუმცა ბლოკადამ თავად ევროპის ეკონომიკაც სასტიკად დააზარალა და ხალხში უკმაყოფილება გააჩინა. პორტუგალიამ ბლოკადის დაცვაზე უარი თქვა. ნაპოლეონმა იქ ჯარი გაგზავნა. გზად კი ესპანეთის საქმეებში ჩაერია. მან ესპანეთის ტახტიდან კანონიერი მეფე ჩამოაგდო და იქ საკუთარი ძმა, ჟოზეფი დასვა. ესპანელმა ხალხმა ეს ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო. 1808 წელს მადრიდში სასტიკი აჯანყება დაიწყო. ფრანგებმა ის სისხლში ჩაახშვეს. მაგრამ ამ სისასტიკემ მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა. დაიწყო გერილა, პარტიზანული ომი. ესპანელები ფრანგებს ყოველ ნაბიჯზე უსაფრთხებოდნენ. წამლავდნენ ჭიებს და დაუნდობლად კლავდნენ დაჭრილებს. ეს იყო უხილავი და სასტიკი მტერი. მოგვიანებით ნაპოლეონმა ამას ესპანური წყლული უწოდა. ამ ომამ ფრანგული არმიის დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრია. ესპანეთმა იმპერიას 300,000 საუკეთესო ჯარისკაცი შეწირა და ნაპოლეონს ძალები გამოაცალა. ესპანეთის ომმა აფიქრებინა ევროპას, რომ ნაპოლეონის დამარცხება შესაძლებელი იყო. ამით გათამამებულმა ავსტრიამ 1809 წელს კვლავ გამოუცხადა ომი საფრანგეთს და ნაპოლეონის გავლენის ქვეშ მყოფ გერმანიაში შეიჭრა. ბონაპარტისთვის გერმანია ამ დროს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას წარმოადგენდა. მის მიერ შექმნილი რაინის კონფედერაცია, ანუ გერმანული სახელმწიფოების გაერთიანება, მისი იმპერიის გავლენის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. ამიტომ მან ესპანეთიდან ძალების სასწრაფოდ გადასროლა დაიწყო და შტაბი გერმანიაში გადაიტანა, რათა მტერი იქვე გაენადგურებინა და ევროპაში თავისი აბსოლუტური ჰეგემონია დაეცვა. ასრპენ ესლინგთან ნაპოლეონმა პირველი სერიოზული მარცხი იწვნია. ავსტრიელებმა დუნაიზე ხიდები დაანგრიეს და ფრანგული ჯარი შუაზე გაყვეს. აქ დაიღუპა ნაპოლეონის უახლოესი მეგობარი, მარშალი ლანი. ლანი არ იყო უბრალოდ სარდალი, ის იმპერატორის უახლოესი და ალბათ ერთადერთი ნამდვილი მეგობარი იყო. გლეხის ოჯახიდან გამოსული ეს უშიშარი მეომარი ნაპოლეონს ჯერ კიდევ იტალიის კამპანიიდან ახლდა. ის იყო ერთადერთი, ვინც ბონაპარტს შენობით მიმართავდა და პირში ეუბნებოდა მწარე სიმართლეს, რასაც სხვა მარშლები ვერ ბედავდნენ. ნაპოლეონი მასზე ამბობდა, მე ის ჯუჯად ვიპოვე, მაგრამ გიგანტად დავკარგე. 6 კვირის შემდეგ ნაპოლეონმა რევანში აიღო. ვაგრამის ბრძოლაში მან ასე მეტი ქვემეხი ერთ გიგანტურ ბატარიად შეგრა. საშინელმა საარტილერიო ცეცხლმა ავსტრიელთა ხაზი გაარღვია. ავსტრია კვლავ დანებდა. სწორედ ამ კამპანიისას მოხდა ინციდენტი, რამაც იმპერატორი შეძრა. ახალგაზრდა გერმანელმა, ფრიდრიხ შტაბსმა, აღლუმზე ნაპოლეონის დანით მოკლა სცადა. ის ბოლო წამს შეაჩერეს. ნაპოლეონმა ფრიდრიხი პირადად დაკითხა. ახალგაზრდამ თქვა, რომ გერმანიის ტირანისგან გათავისუფლება სურდა. შტაბსმა შეწყალებაზე უარი თქვა და ის სიკვდილით დასაჯეს. ეს იყო განგაშის ზარი. ნაპოლეონი მიხვდა, რომ ევროპა მას უკვე აღართულიდა რევოლუციის განმათავისუფლებლად. ის ხალხის თვალში ჩვეულებრივ სისხლისმსმელ დესპოტად იქცა. შტაბსის თავდასხმამ ნაპოლეონს საკუთარი სიცოცხლის სიმყიფე დაანახა. მას კანონიერი მემკვიდრე არ ჰყავდა. თუ ის მოკვდებოდა, მისი უზარმაზარი იმპერია ერთ დღეში სამოქალაქო ომში ჩაიძირებოდა. იმპერატორს მემკვიდრე ესაჭიროებოდა. ჟოზეფინა კი შვილს ვეღარ აჩენდა. მიუხედავად წარსულში განცდილი ღალატისა და წლების განმავლობაში გაციებული ურთიერთობისა, ნაპოლეონს ეს ქალი მაინც უზომოდ უყვარდა. ის მისთვის მხოლოდ მეუღლე არ ყოფილა. იმპერატორი მას საკუთარი ბედისწერის განუყოფელ ნაწილად და თილისმად მიიჩნევდა. ამიტომ განქორწინებაზე წლების განმავლობაში მტკიცე უარს ამბობდა. თუმცა საბოლოოდ, იმპერიის ინტერესებმა პირად გრძნობებზე გაიმარჯვა. 1809 წლის 30 ნოემბერს, ვახშმისას, სასახლეში დაძაბულობით სავსე სიჩუმე ჩამოვარდა. ჟოზეფინა უკვე ყველაფერს ხვდებოდა. ნაპოლეონმა ცრემლებით უთხრა, შენ იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ პოლიტიკას გული არ აქვს, მას მხოლოდ გონება აქვს.
ჟოზეფინა გონება დაკარგული დაეცა იატაკზე. სასახლის კედლებმა მისი მწარე ქვითინი გაიგონა. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური განშორება. ნაპოლეონმა მას იმპერატრიცას ტიტული შეუნარჩუნა და მდიდრული მამულები აჩუქა. მიუხედავად განქორწინებისა, ის ჟოზეფინაზე სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა. დინასტიის გასაგრძელებლად ნაპოლეონს სამეფო სისხლი სჭირდებოდა. მან არჩევანი ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე, 18 წლის მარი ლუიზაზე შეაჩერა. ამ ქორწინებით ჰაბსბურგების უძველესი და ამაყი დინასტია იძულებული გახდა, ქედი მოეხარათ კაცის წინაშე, რომელსაც აქამდე დამცირებით კორსიკელ უზურპატორს ეძახდნენ. ძველმა ევროპამ ნაპოლეონის ძლიერება საბოლოოდ აღიარა. 1811 წელს მათ ვაჟი შეეძინათ. ბავშვ დაბადებისთანავე რომის მეფის ტიტული მიანიჭეს. ნაპოლეონი ბედნიერების მწვერვალზე იყო. მისი იმპერიის მომავალი და უწყვეტობა თითქოს სამუდამოდ უზრუნველყოფილი ჩანდა. მაგრამ აღმოსავლეთში შავი ღრუბლები გროვდებოდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კონტინენტური ბლოკადის პირობები ფარულად დაარღვია. რუსეთის ეკონომიკა ინგლისთან ვაჭრობის გარეშე ინგრეოდა. ნაპოლეონმა ეს ნაბიჯი პირად შეურაცხყოფა და მთელი თავისი სისტემის ღალატად მიიღო. დიპლომატიური ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. იმპერატორმა გადაწყვიტა რუსეთის სასტიკად დაესაჯა. მან მსოფლიო ისტორიაში მანამდე არ ნახული არმიის შეკრება დაიწყო. 9 მილიონზე მეტი ჯარისკაცი მთელი კონტინენტიდან პოლონეთის საზღვრისკენ დაიძრა. სამყარო ახალი, აპოკალიფსური ომის მოლოდინში გაირინდა. 1812 წლის 24 ივნისს დიდმა არმიამ მდინარე ნემანი გადალახა და რუსეთში შეიჭრა. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა. ხიდებზე დაუსრულებლად მიედინებოდა ევროპის სხვადასხვა ერის უნიფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცთა ზღვა და არტილერია. თუმცა, კამპანიის პირველივე დღეს ერთი ცუდი, მისტიკური ნიშანი გამოჩნდა. ნაპოლეონის ცხენს მოულოდნელად ფეხი დაუცურდა და იმპერატორი მიწაზე დაეცა. გარემოცვაში მყოფმა ოფიცრებმა თქვეს, რომ რომაელები ასეთი ცუდი ნიშნის შემდეგ კამპანიას მაშინვე წყვეტდნენ. მაგრამ ნაპოლეონი ცრურწმენებს არ უჯერებდა. ის წინ მიიწევდა. რუსებმა კი სრულიად განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს. ისინი უსასრულოდ იხევდნენ უკან. ბრძოლას თავს არიდებდნენ და გადამწვარ მიწას ტოვებდნენ. ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ფრანგული ჯარი დნებოდა. სასმელი წყალი და საკვები იშვიათობა ხდებოდა. დიზენტერიამ, მზის დაკვრამ და დაღლილობამ ათასობით ჯარისკაცი იმსხვერპლა ბრძოლის გარეშეც კი. ნაპოლეონი ნერვიულობდა. მას ერთი დიდი, გადამწყვეტი ბრძოლა სურდა, რათა მტერი ერთი დარტყმით გაენადგურებინა. მაგრამ რუსები ჰორიზონტზე ქრებოდნენ და მტერს უზარმაზარი ქვეყნის სიღრმეში იტყუებდნენ. სმოლენსკისთან ფრანგებს სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლა მოუწიათ. მაგრამ რუსული არმია ისევ გადაურჩა განადგურებას. მარშლები ნაპოლეონს შეჩერებას ურჩევდნენ. მაგრამ მან თქვა, მოსკოვი რუსეთის გულია. მე პირდაპირ იქ უნდა დავარტყა. 7 სექტემბერს მოსკოვიდან არც ისე შორს, სოფელ ბოროდინოსთან რუსები საბოლოოდ გაჩერდნენ და პოზიციები გაამაგრეს. დილის 6 საათზე ფრანგული არტილერიის გამანადგურებელი ზალპით დაიწყო მე-19 საუკუნის ყველაზე სისხლისმღვრელი და სასტიკი ბრძოლა. ათასობით ქვემეხმა ერთდროულად გაიხმიანა. მიწა ზანზარებდა. ნაპოლეონი იმ დღეს მძიმედ იყო ავად. მას მაღალი სიცხე ჰქონდა და ბრძოლას გორაკიდან, შორიდან ადევნებდა თვალს. ეს არ იყო ტაქტიკური და სტრატეგიული მანევრირება. ეს იყო პირდაპირი, ფიზიკური ჟლეტა. ფრანგები ტალღებად ეჯახებოდნენ რუსულ სიმაგრეებს. ყოველი მეტრი მიწა სისხლით იჟღინთებოდა და გვამებით იფარებოდა. ნაპოლეონმა გადამწყვეტ მომენტში უარი თქვა თავისი ელიტარული ძველი გვარდიის ბრძოლაში ჩართვაზე. მან თქვა, რომ პარიზიდან 3000 კილომეტრის დაშორებით თავის უკანასკნელ რეზერვს ვერ გაწირავდა. საღამოს ბოროდინოს ველზე 80,000 დასახიჩრებული სხეული ეყარა. რუსებმა ტაქტიკურად უკან დაიხიეს. ფრანგებმა ფორმალურად გაიმარჯვეს, მაგრამ მათი რიგების აგზნობლად შეთხელდა. თუმცა გზა მოსკოვისკენ უკვე ხსნილი იყო. 1812 წლის 14 სექტემბერს ნაპოლეონი პოკლონაიას გორაზე ავიდა. მის წინ ოქროს გუმბათოვანი მოსკოვი გადაიშალა. ის ამაყადელოდა ქალაქის დეპუტაციას, რომელიც სიმბოლურ გასაღებს მიართმევდა. ალექსანდრესგან ზავის თხოვნასაც მოელოდა. მაგრამ ქალაქი მკვდარი დახვდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსკოვი უკვე დაეტოვებინა. ნაპოლეონი ცარიელ კრემლში შევიდა. იმავე ღამეს ქალაქში ცეცხლის კერები გაჩნდა. ისტორიკოსები დღემდე დავობენ, ვის მიუძღვის მთავარი ბრალი ამ კატასტროფაში. მართალია, მოსკოვის გუბერნატორმა უკან დახევისას ქალაქის გადაწვის ფარული ბრძანება გასცა. თუმცა ხანძრის ასეთ მასშტაბებს ხელი ძარცვაზე გადასული, დაუდევარი ფრანგი ჯარისკაცების მოქმედებებმა და ძლიერმა ქარმად შეუწყო.
ცეცხლი მოსკოვს 4 დღის განმავლობაში ანადგურებდა. ნაპოლეონი კრემლიდან ძლივს გამოიყვანეს, რათა ალში არ დამწვარიყო. რა ხალხია, რა ველური გადაწყვეტილება, ესენი სკვითები არიან, იმეორებდა გაოგნებული იმპერატორი. მან მოსკოვში 35 საბედისწერო დღე გაატარა. ნაპოლეონი დარწმუნებული იყო, რომ ალექსანდრე I დანებდებოდა. ბონაპარტმა სამჯერ გააგზავნა ზავის შეთავაზება სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ პასუხი არ მიუღია. თავად რუსეთის იმპერატორი კი ამ დროს საკუთარ გარემოცვაში აცხადებდა. მირჩევნია წვერი მოუშვა და ციმბირში კარტოფილი ვჭამო, ვიდრე ამ ურჩხულთან ზავი დავდო. ოქტომბრის ბოლოსთვის მოსკოვში დარჩენა უკვე შეუძლებელი გახდა. საკვები გამოილია, ამინდი მკვეთრად გაუარესდა და აცივდა. 19 ოქტომბერს დიდმა არმიამ გადამწვარი მოსკოვი დატოვა. ნაპოლეონს სურდა სამხრეთის ჯერ კიდევ ხელუხლებელი გზით წამოსვლა. თუმცა მალოიაროსლავეთთან რუსებმა მას გზა გადაუღობეს. სისხლიანი შეტაკების შემდეგ ნაპოლეონმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ის რისკს მოერიდა და არმია ძველი, უკვე განადგურებული სმოლენსკის გზისკენ შემოაბრუნა. ეს კატასტროფის დასაწყისი იყო. ნოემბერში ნამდვილი რუსული ზამთარი დაიწყო. ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა. დიდი არმია აჩრდილების, ცოცხალ მკვდართა კრებულად იქცა. ჯარისკაცები სიარულისას იყინებოდნენ. ცხენები მასობრივად იხოცებოდნენ. ფრანგები იძულებულნი გახდნენ. არტილერია და აღჭურვილობა თოვლში მიეტოვებინათ. საშინელი შიმშილის გამო ჯარისკაცები მკვდარი ცხენის უმხორცს ჭამდნენ. დისციპლინა სრულიად მოიშალა. ნაპოლეონი ფეხით მოაბიჯებდა თავის მებრძოლებთან ერთად და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ყაზაკები გამუდმებით თავს ესხმოდნენ ჩამორჩენილებს და დაუნდობლად ხოცავდნენ. ყველაზე კოშმარული მომენტი მდინარე ბერეზინასთან დადგა. ფრანგები ხაფანგში აღმოჩნდნენ. წინ გაყინული მდინარე იყო. უკან კი რუსული არმია მოიწევდა. საჭირო იყო ხიდების სასწრაფო დაგება. ფრანგმა მესანგრეებმა წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს. ისინი ყინულოვან წყალში ყელამდე იდგნენ და ხიდებს აშენებდნენ. უმეტესობა ჰიპოთერმიით კვდებოდა, მაგრამ ნაპოლეონმა მდინარეზე გადასასვლელი მაინც მიიღო. გადასვლისას საშინელი პანიკა და ჭყლეტა ატყდა. უამრავი დაჭრილი ჯარისკაცი და ქალი მდინარეში ჩავარდა და დაიხჯო. როცა ხიდები ააფეთქეს, მეორე ნაპირზე დარჩენილები რუსების ხელში აღმოჩნდნენ. დეკემბერში ნაპოლეონმა შეიტყო, რომ პარიზში მისი დამხობის მცდელობა იყო. მან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. არმიის ნარჩენები დატოვა და მარხილით და მცირე ესკორტით სასწრაფოდ საფრანგეთისკენ გაეშურა. გამგზავრების წინ მან თქვა ფრაზა, რომელიც ისტორიაში შევიდა. დიდებულებიდან სასაცილომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. 600,000-იანი უძლეველი არმიიდან მხოლოდ რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი გადარჩა. რუსეთში განცდილმა მარცხმა ევროპას იმედი დაუბრუნა. 1813 წელს ნაპოლეონის წინააღმდეგ მეექვსე კოალიცია შეიკრა. რუსია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი და ინგლისი საბოლოოდ გაერთიანდნენ. ნაპოლეონმა წარმოუდგენელი ენერგიით ახალი არმია შეკრიბა. მან რამდენიმე ბრწყინვალე ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა გერმანიაში, მაგრამ ძალები უკიდურესად უთანასწორო იყო. 1813 წელს ოქტომბერში გაიმართა ლაიფციგის ხალხთა ბრძოლა. ეს იყო მანამდე არსებული ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეტაკება ისტორიაში. ნაპოლეონი ყველა მხრიდან ალყაში აღმოჩნდა. სამდღიანი სისხლისმღვრელი ჟლეტის შემდეგ ფრანგები დამარცხდნენ. მათ გერმანელმა მოკავშირეებმა პირდაპირ ბრძოლის ველზე უღალატეს და მტრის მხარეს გადავიდნენ. იმპერიის საზღვრები ინგრეოდა. 1814 წლის დასაწყისში კოალიციის ჯარები უკვე საფრანგეთის ტერიტორიაზე იბრძოდნენ. ნაპოლეონმა რამდენიმე ბრწყინვალე სტრატეგიული მანევრი გააკეთა, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა. მარტის ბოლოს ისინი პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი პარიზის მახლობლად, ფონტენბლოს სასახლეში იმყოფებოდა. ის პარიზზე შეტევის მიტანას და ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას აპირებდა. მას სჯეროდა, რომ ხალხი მხარს დაუჭერდა. თუმცა, მისმა მარშლებმა მწარე რეალობას გაუსწორეს თვალი. უახლოესი თანამებრძოლები ხვდებოდნენ, რომ შემდგომ სისხლისღვრას აზრი აღარ ჰქონდა და ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს. მათ ნაპოლეონს პირდაპირ უთხრეს, რომ არმია აღარ იბრძოლებდა. ბონაპარტისთვის ეს იყო ყველაზე მტკივნეული დარტყმა. იმპერატორი იძულებული გახდა 1814 წლის 11 აპრილს ხელი მოეწერა გადადგომის აქტზე. ის ტახტს ტოვებდა. ყველასგან მიტოვებული ნაპოლეონი დეპრესიაში ჩავარდა. ყველაფერი დასრულდა. 13 აპრილის ღამეს მან ვეღარ გაუძლო დამარცხების სიმწარეს. ნაპოლეონმა გადაწყვიტა, ამ სამყაროდან საკუთარი ნებით წასულიყო. მან გახსნა საწამლავის კაფსულა, რომელსაც რუსეთის კამპანიიდან ატარებდა. შხამიანი ნაზავი დალია და სიკვდილს დაელოდა.
მაგრამ საწამლავს ძალა დაკარგული ჰქონდა. ნაცვლად სიკვდილისა, მან საშინელი კუჭის სპაზმები და პირღებინება გამოიწვია. დილით ნაპოლეონი გადარჩენილი, მაგრამ ფიზიკურად გატანჯული დახვდათ. სიკვდილმაც კი არინება ჩემი წაყვანა. ეტყობა, ჩემი მისია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩაილაპარაკა მან. კოალიციამ გადაწყვიტა, ნაპოლეონი სიკვდილით არ დაესაჯა. მათ ეშინოდათ, რომის მოწამედ გადაიქცეოდა და ახალ რევოლუციას გამოიწვევდა. ის ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. მას დაუტოვეს იმპერატორის ტიტული და უფლება მისცეს, თან ჰყოლოდა 1000 კაციანი პირადი გვარდია. ელბაზე ის სრულფასოვანი, მაგრამ ჯუჯა სახელმწიფოს მმართველი გახდა. ნაპოლეონმა ენერგიულად დაიწყო კუნძულის ინფრასტრუქტურის განვითარება, აშენებდა გზებს, აუმჯობესებდა მაღაროებს და სოფლის მეურნეობას. გარეგნულად ის თითქოს შეურიგდა პენსიონერის ცხოვრებას და დამშვიდდა. მაგრამ სინამდვილეში მისი ფიქრები საფრანგეთში რჩებოდა. ის გულდასმით კითხულობდა პარიზულ გაზეთებს. ნაპოლეონმა იცოდა, რომ ბურბონების დაბრუნებულმა დინასტიამ ხალხში უკვე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მეფე ლუი მე-18 მას დაპირებული პენსიაც კი შეუწყვიტა. გარდა ამისა, გავრცელდა ხმები, რომ ინგლისელები მის უფრო შორს, ოკეანეში გადასახლებას გეგმავდნენ. ნაპოლეონი ფიქრობდა, რომ მოქმედების დრო დადგა. 1815 წლის 26 თებერვალს შუაღამისას ნაპოლეონმა წარმოუდგენელი, გიჟური გადაწყვეტილება მიიღო. მან კუნძული ელბა საიდუმლოდ დატოვა. თან მხოლოდ 1000-მდე ერთგული ჯარისკაცი და რამდენიმე პატარა გემი ახლდა. ეს იყო უდიდესი რისკი. ხმელთაშუა ზღვაში ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო ფლოტის გემები პატრულირებდნენ. მათ ნებისმიერ წამს შეეძლოთ ნაპოლეონის მცირე ფლოტილიის ჩაძირვა. თუმცა, 3 დღის განმავლობაში ნაპოლეონი მტრის გემებს შორის ოსტატურად მანევრირებდა და 1 მარტს საფრანგეთის სანაპიროზე ვოლფ ჟუანში წარმატებით გადმოსხდნენ. ნაპოლეონმა იცოდა, რომ მთავარ გზაზე სამეფო არმია დაელოდებოდა. ამიტომ მან პარიზისკენ მიმავალი რთული, ვიწრო ალპური გზა აირჩია. გზად გლეხები ტაშითა და ცრემლებით ხვდებოდნენ დაბრუნებულ იმპერატორს. 1815 წლის 7 მარტს კრიტიკული მომენტი დადგა. სოფელ ლაფრესთან ნაპოლეონს ლუი მე-18-ის მიერ გაგზავნილი რეგულარული არმიის პოლკი გადაუდგა წინ. მათ მიღებული ჰქონდათ ბრძანება, გაენადგურებინათ უზურპატორი. ძალები უთანასწორო იყო. ნაპოლეონის მცირე რაზმს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. სამეფო ჯარისკაცებმა თოფები მოიმარჯვეს. სისხლის ყრა გარდაუვალი ჩანდა. ნაპოლეონმა თავის ჯარისკაცებს იარაღის დაშვება უბრძანა. შემდეგ მარტო დაუცველი გაემართა მოწინააღმდეგე მხარის რიგებისკენ. ნაპოლეონი მიუახლოვდა მათ. ნაცნობი რედინგოტი გაიხსნა, კერდი მიუშვირა და მიმართა. ჯარისკაცებო, მე ვარ თქვენი იმპერატორი. თუ რომელიმე თქვენგან სურს თავისი სარდლის მოკლა, მესროლეთ, მე აქ ვარ. ჩამოწვა სამარისებული სიჩუმე. ოფიცერმა სროლის ბრძანება გასცა, მაგრამ არც ერთმა ჯარისკაცმა ჩახმახს თითი არ გამოჰკრა. უცებ რიგებიდან გაისმა ყვირილი. გაუმარჯოს იმპერატორს. ჯარისკაცები ატირდნენ, იარაღი დაყარეს და ნაპოლეონისკენ გაიქცნენ, რათა მას ჩახუტებოდნენ. ამ დღის შემდეგ საფრანგეთის არმია მასობრივად გადადიოდა მის მხარეს. 20 აპრილს ნაპოლეონი პარიზში ისე შევიდა, რომ ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღრია. ლუი მე-18 შიშით გაიქცა ქვეყნიდან. ნაპოლეონი კვლავ ტუილრის სასახლეში იჯდა. პარიზში დაბრუნებულმა ნაპოლეონმა მალევე გაიაზრა რეალობის სიმძიმე. მას ეგონა, რომ ევროპა შეეგუებოდა მის მშვიდობიანად დაბრუნებას. თუმცა ვენის კონგრესზე შეკრებილმა მონარქებმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. როცა ევროპის ლიდერებმა შეიტყვეს ნაპოლეონის დაბრუნების შესახებ, მათის კანონგარეშეთ გამოაცხადეს. ისტორიაში პირველად მოკავშირეებმა ომი გამოუცხადეს არა სახელმწიფოს, არამედ ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ნაპოლეონ ბონაპარტს. მის წინააღმდეგ ევროპის თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო გაერთიანდა. ნაპოლეონს არ ჰყავდა დიპლომატიური მოკავშირე, მას მხოლოდ ძველი მეთოდით ომით შეეძლო სადავეების შენარჩუნება. მან სასწრაფოდ შეკრიბა არმია. ნაპოლეონს ინიციატივა უნდა აეღო, სანამ მტრის უზარმაზარი კოალიციური ძალები გაერთიანდებოდნენ. ის ბელგიისკენ დაიძრა, რათა ჯერ ინგლისელებისთვის, შემდეგ კი პრუსიელებისთვის დაერტყა. 1815 წლის 18 ივნისი ბელგიის პატარა სოფელ ვატერლოოსთან გაიმართა ბრძოლა, რომელმაც ევროპის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ნაპოლეონი უპირისპირდებოდა ინგლისის არმიას, რომელსაც სივსისხლიანი ჰერცოგი ველინგტონი მეთაურობდა. წინა ღამით ძლიერმა წვიმამ ბრძოლისველი ტალახად აქცია, რამაც ფრანგების შეტევა შეაფერხა, რადგან არტილერიის გადაადგილება გაჭირდა. ბრძოლა მხოლოდ შუადღისას დაიწყო.
ფრანგები მთელი დღის განმავლობაში თავგანწირვით უტევდნენ ინგლისელთა პოზიციებს. მარშალმა ნეიმ რამდენიმე საკავალერიო შეტევა წამოიწყო, მაგრამ ინგლისური კვადრატები მყარად იდგნენ. ბრძოლის ბედი ბეწვზე ეკიდა. ნაპოლეონი ელოდა თავის გენერალ გრუშის, რომელსაც პრუსიელები უნდა შეეჩერებინა. თუმცა ჰორიზონტზე გამოჩნდა არა გრუში, არამედ პრუსიელი გენერალი ბლიუხერი თავისი არმიით. ინგლისელებმა დამხმარე ძალა მიიღეს. ნაპოლეონმა ბოლო გზას მიმართა. ბრძოლაში ელიტარული ძველი გვარდია ჩართო, მაგრამ ინგლისელთა სასიკვდილო ცეცხლმა ისინი შეაჩერა. ისტორიაში პირველად გაისმა შემზარავი ფრაზა: გვარდია უკან იხევს. ფრანგული ჯარი პანიკამ მოიცვა. არმია დაიშალა და გაიქცა. ნაპოლეონის უკანასკნელი იმედი ბელგიის ტალახში ჩაიმარხა. ის დაბრუნდა პარიზში და მეორედ, ამჯერად სამუდამოდ, მოაწერა ხელი ტახტიდან გადადგომას. ნაპოლეონი როშფორის პორტისკენ გაემართა. მას სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცევა, რათა იქ მშვიდად ეცხოვრა. მაგრამ ინგლისის ფლოტს ზღვა სრულად ბლოკირებული ჰქონდა. გამოსავალი აღარ იყო. 1815 წლის ივლისში ნაპოლეონი ნებაყოფლობით ჩაბარდა ინგლისელებს. მას ეგონა, რომ ბრიტანეთი ღირსეულად მოექცეოდა და ინგლისის პროვინციაში ცხოვრების უფლებას მისცემდა. მაგრამ ევროპას მისი პანიკურად ეშინოდა. ნაპოლეონის სიკვდილის დასჯას ვერ ბედავდნენ, რადგან მისი მოწამედ ქცევა არ სურდათ. ამიტომ აირჩიეს სხვა გზა, აბსოლუტური, შეუბრალებელი იზოლაცია. ამჯერად ის ატლანტის ოკეანის შუაგულში, ევროპიდან 7000 კილომეტრის დაშორებით, წმინდა ელენეს ვულკანურ კუნძულზე გადაასახლეს. იქიდან გაქცევა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. კუნძულს გარშემო ბრიტანული ესკადრა მუდმივად დაარაჯობდა. 48 წლის ასაკში მსოფლიოს მბრძანებელი აღმოჩნდა პატარა, ნესტიან სახლში, კლდეებს შორის გამომწყდეული. მას აღარ ჰყავდა არმია. ერთადერთი, რაც დარჩა, მისი მოგონებები და საკუთარი ლეგენდა იყო. როდესაც ნაპოლეონმა გაიაზრა, რომ კუნძულს ვეღარასოდეს დატოვებდა, მან ტაქტიკა შეცვალა. ახლა ის სამხედრო ველზე კი არა, მომავლისა და ისტორიის წინაშე იბრძოდა. მას სჭირდებოდა ახალი იმიჯი. სურდა თავი მსხვერპლად წარმოეჩინა, რომელსაც ევროპის ტირანები სასტიკად უსწორდებოდნენ. ამ სცენარისთვის მას იდეალური ჯალათი სჭირდებოდა. ასეთი აღმოჩნდა კუნძულის ინგლისელი გუბერნატორი, ჰადსონ ლოუ. ჰადსონ ლოუ პედანტი და უხეში ჩინოვნიკი იყო. ნაპოლეონი შეგნებულად აპროვოცირებდა მას. რაც უფრო მეტ შეზღუდვას უწესებდა გუბერნატორი, მით უფრო კმაყოფილი იყო ნაპოლეონი. მოწამეობა ტირანის ტყავისგან მათავისუფლებს, ამბობდა იგი. ის კარნახობდა მემუარებს. ნაპოლეონი საკუთარ თავს წარმოაჩენდა რევოლუციის მესიად, რომელსაც ევროპის გაერთიანება სურდა. დიქტატორული და სისხლიანი წარსული ისტორიის ფურცლებიდან ნელ-ნელა ქრებოდა. 1821 წლის მარტიდან ნაპოლეონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. მას სავარაუდოდ კუჭის კიბუან ძლიერი წყლული ტანჯავდა, რომელმაც მამამისიც იმსხვერპლა. ის მუდმივ, გაუსაძლის ტკივილებს განიცდიდა. თუმცა ნაპოლეონის სიკვდილსაც კი როგორც სცენას, ისე რეჟისორობდა. მას სურდა ეჩვენებინა, რომ კვდებოდა როგორც სუვერენული მონარქი. მან მოითხოვა კათოლიკე მღვდელი აღსარებისთვის და ზიარებისთვის. ის არ გამხდარა ღრმად მორწმუნე. უბრალოდ, მას უნდოდა შეეხსენებინა ევროპისთვის, რომ ის იყო იმპერატორი, რომელსაც თავად რომის პაპმა სძღო მირონი. აპრილში მან დაიწყო ანდერძის წერა. ის ანაწილებდა თავის დარჩენილ ქონებას და მიმართავდა შთამომავლობას. ანდერძში მან დაწერა: მე ვკვდები ნაადრევად, ინგლისური ოლიგარქიის მიერ მოკლული. ის იხსენებდა თავის შვილს, ჟოზეფინას და თავის ჯარისკაცებს. ის ფიქრობდა სხვა სამყაროზე, სადაც თავის მარშლებს შეხვდებოდა და მათთან ერთად მოიგონებდა ევროპის დაპყრობილ ველებს. 1821 წლის 5 მაისს, საღამოს 6 საათზე, კუნძულზე ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებდა. ნაპოლეონი ბოლო წუთებს ითვლიდა. სიკვდილმა, რომელსაც ის ბევრჯერ გადაურჩა, საბოლოოდ დაამარცხა იგი. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: საფრანგეთი, არმია, არმიის მეთაური, ჟოზეფინა. ამ სიტყვებთან ერთად დასრულდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ეპოპეა. ნაპოლეონ ბონაპარტი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც თავად წინასწარმეტყველებდა, მისი ისტორია სიკვდილით არ დასრულებულა. პირიქით, სწორედ აქედან დაიწყო მისი უკვდავება. წერალმა შატობრიანმა დაწერა: სამყაროს, რომელიც სიცოცხლეში ვერ დაიპყრო, სიკვდილის შემდეგ დაეუფლა მისი დიდება. მე-19 საუკუნის რომანტიკოსმა მწერლებმა, ბალზაკმა, ჰიუგომ და სტენდალმა ის თავიანთი ნაწარმოებების გმირად აქციეს.
1840 წელს, ნაპოლეონის გარდაცვალებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, მისი ანდერძი შესრულდა. ბონაპარტის ცხედარი წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში, სენის სანაპიროზე გადმოასვენეს და ინვალიდთა ტაძარში უდიდესი ტრიუმფით დაკრძალეს. ბიჭი, რომელიც ღარიბ კორსიკულ ოჯახში დაიბადა, საფრანგეთის მარადიულ სიმბოლოდ იქცა. ნაპოლეონ ბონაპარტის სამხედრო იმპერია 1815 წელს დასრულდა. თუმცა მისი ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეფორმები ევროპაში დიდხანს შენარჩუნდა. მისმა მმართველობის პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კონტინენტის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ნაპოლეონის ყველაზე ხანგრძლივი მემკვიდრეობა სამოქალაქო კოდექსია. ამ დოკუმენტმა იურიდიულად დააფიქსირა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და კანონის წინაშე სამოქალაქო თანასწორობა. აღნიშნული კოდექსი შემდგომში მრავალი სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფო მართვის ცენტრალიზაციაში. შეიქმნა თანამედროვე ბიუროკრატიული აპარატი. დაფუძნდა ეროვნული ბანკის სისტემა და ხელი შეუწყო მეტრიკული სისტემის გავრცელებას, რამაც ვაჭრობა და ადმინისტრირება გაამარტივა. სამხედრო ისტორიკოსები ნაპოლეონს ომის ხელოვნების რეფორმატორად მიიჩნევენ. მან სრულყოფილებამდე მიიყვანა საარმიო კორპუსების სისტემა, რაც ჯარს მეტ მობილურობას სცემდა. თითოეულ კორპუსს დამოუკიდებლად მოქმედება და მთავარ ძალებთან სწრაფი გაერთიანება შეეძლო. მისი სტრატეგია ეფუძნებოდა артиლერიის მასიურ გამოყენებას, ზუსტ ლოჯისტიკასა და მოწინააღმდეგის ძალების სწრაფ იზოლაციას. ომი აღარ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ციხესიმაგრეების ალყით. მთავარ მიზნად მოწინააღმდეგის არმიის სრული ნეიტრალიზაცია იქცა. დღესაც მსოფლიოს წამყვან სამხედრო აკადემიებში ნაპოლეონის კამპანიებს, განსაკუთრებით აუსტერლიცისა და ულმის ოპერაციებს, ტაქტიკისა და სტრატეგიის საბაზისო სახელმძღვანელოდ იყენებენ. მან სამხედრო დაგეგმარების სტანდარტები მნიშვნელოვნად შეცვალა. ისტორიოგრაფიაში ნაპოლეონს ხშირად ადარებენ ანტიკური სამყაროს ცნობილ სარდლებს, ალექსანდრე მაკედონელსა და იულიუს კეისარს. სამივე მათგანმა მოახერხა არსებული გეოპოლიტიკური სურათის შეცვლა და ვრცელი ტერიტორიების კონტროლი. თუმცა, მათ სასტარტო პირობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა იყო. ალექსანდრე მაკედონელმა მემკვიდრეობით მიიღო მამის, ფილიპე მეორის მიერ შექმნილი კარგად გაწვრთნილი არმია და სამეფო ტახტი. მისი გზა დაბადებიდანვე განსაზღვრული იყო. იულიუს კეისარი რომის რესპუბლიკის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი პატრიციული ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. მას ზურგს უმაგრებდა პოლიტიკური ელიტა, სოლიდური ფინანსური რესურსები და სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი სამხედრო ტრადიციები. რიგი ისტორიკოსების შეფასებით, ნაპოლეონის პოლიტიკური და სამხედრო აღზევება სწორედ მისი საწყისი პირობების გამოა გამორჩეული. მას არ მიუღია მემკვიდრეობით არც სამეფო ტიტული, არც მსხვილი ფინანსური კაპიტალი, არც პოლიტიკური გავლენა და არც ძლიერი სახელმწიფო თუ არმია. ნაპოლეონმა გზა პროვინციელი артиლერიის ოფიცრიდან საფრანგეთის საიმპერატორო ტახტამდე გაიარა. მისი კარიერული წინსვლა პირდაპირ უკავშირდებოდა რევოლუციის შედეგად შეცვლილ სისტემას, სადაც დაწინაურება სამხედრო დამსახურებებზე გახდა დამოკიდებული. გარდა ამისა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ნაპოლეონს უწევდა დაპირისპირება არა დაქსაქსულ ტომებთან, არამედ ევროპის წამყვანი, მოდერნიზებული სახელმწიფოების, ბრიტანეთის, რუსეთის, ავსტრიის და პრუსიის რეგულარულ, პროფესიულ არმიებთან. საბოლოო ჯამში, ნაპოლეონ ბონაპარტის მოღვაწეობა ისტორიული კვლევის ერთ-ერთ მთავარ ობიექტად რჩება. მისი ეპოქა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ფართომასშტაბიან სამხედრო და პოლიტიკურ მოვლენებს გლობალური წესრიგის ტრანსფორმაცია. ის ისტორიაში დარჩა როგორც ლიდერი, რომლის მმართველობამაც დაასრულა საფრანგეთის რევოლუციის შემდგომი შიდა კრიზისი და საკუთარი ხელით დახატა მსოფლიოს ახალი რუკა.